საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარე იული ედელშტეინი საქართველოს ებრაელთა და ქართულ ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმში საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა და ქართველი და ებრაელი ხალხის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია მოქალაქის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და თბილისის მერი დავით ნარმანი ესწრებოდნენ. ქართულ და ებრაელ ხალხს მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებს. ჩვენ ისტორია უნდა შევინარჩუნოთ, თუმცა უნდა ვუყუროთ მომავალსაც. უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ მომავალში ეს კავშირები უფრო და უფრო გამყარდეს და განმტკიცდეს. ჩვენ უახლოეს მომავალში 5 დეკემბერს ხანუქას დღესასწაულზე საქველმოქმედო ერთობლივ საღამოს გავაკეთებთ, სადაც შემოსული თანხები ჩაირიცხება დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდში და მოხმარდება ლეიკემიით დაავადებული ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას. ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ იმაზე, რომ ქართველებმა და ებრაელებმა ერთმანეთისთვის ძალიან ბევრი გავაკეთეთ ისტორიის განმავლობაში და კიდევ ბევრი შევძლებთ მომავლისთვის. ასე რომ ულოცავ ყველა ებრაელს საქართველოში ცხოვრობს, ყველა ქართველს ასეთ მეგობრობას. ძალიან თბილი შეხვედრა იყო, ძალიან მეგობრული. ოფიციოზი თითქმის არ იგრძნობოდა ამ შეხვედრაზე ისეთი დიდი სიტყვა მოდიოდა ამ შეხვედრიდან და ძალიან სასიამოვნოა ის, რომ ჩვენ ვახერხებთ გავაგრძელოთ ჩვენი წინაპრების ისეთი ხანგრძლივი მეგობრული ურთიერთობა.